მე ვიმყოფები ჩემს საკუთრებაში, რასაც ქვია ტელეკომპანია Maestro და ვახორციელებ იმ უფლება მოვალეობას, რაც მე მონიჭებული მაქვს. ანუ Maestro ეხლა ეცდება გავიდეს ეთერში და ჩაგაყენოთ თქვენ საქმის კურსში. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ვართ შიგნიდან ჩაკეტილები Maestro-ში და გარედან ისმის კარების პროევის ხმა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კეთდება დაკვეთით, ვინაიდან ამის ეჭვის საფუძველს მაძლევს ის, რომ პატრული, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, ეს დაფიქსირებული აქვს უამრავ კამერას, რომ მოусმინონ Maestro-ს გენერალურ დირექტორს და დამფუძნებელს ამას არაკეთებს, გარდა ამისა პატრულმა არინება გვაჩვენოს ოქმი, რომლითაც და პატრული არის ჩვენი გამოძახებული და ჩვენი გამოძახების ოქმიც კი არ გვაჩვენა პატრულმა, აქედან გამომდინარე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის ოპერაცია იმედი 2. არის მცდელობა დაიხუროს ტელეკომპანია Maestro. მედიის წარმომადგენლებს მე ვთხოვ დაგვიჭირონ მხარი, მობრძანდნენ ჩვენთან, ჩვენ ახლა დავიწყებთ უწყვეტ ეთერს, თუ ჩვენ ამის საშუალება მოგვეცა, მაგრამ პატრულმა ისევ გადაკეტა პერიმეტრი და არ უშვებს ჩვენ ჟურნალისტებს შიგნით შენობაში. გარდა ამისა, მე საზოგადოებას ვთხოვ, ნუაყვება პანიკას, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი გამოსვლები, არავითარი ძალადობრივი მოქმედებები, ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვის სურვილიც არის Maestro-ს ფუნქციონირების შეწყვეტა. სულ ახლახანს ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება, Maestro-ს ჟურნალისტებმა, თითქმის მთელმა კოლექტივმა, ისინი გმობენ ეროსი კიწმარიშვილის საქციელს და ემორჩილებიან Maestro-ს დამფუძნებლებს და კონკრეტულად მეც Maestro-ს გენერალურ პროდიუსერს. ასე რომ ძალიან ვთხოვ საზოგადოებაში ნუ შეიქმნება პანიკა, ჩვენ არ გვინდა მხარდამჭერების მოსვლა ჩვენს ოფისთან, მედია თვითონ შეძლებს თავის დაცვას. ჩვენ ახლა გაჩვენებთ რა ხდება გარეთ და ვიწვევ სტუდიაში სასაუბროთ როგორც უფლებადამცველებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ Maestro მუშაობს თქვენთვის და ჩვენი სურვილია ვიმუშაოთ თქვენთვის. ისეთი ყაჩაღები და ბანდიტები, როგორც არის ეროსი კიწმარიშვილი, რაც გააკეთა მან დღეს, იმის შემდეგ მათი ადგილი არ არის ამ ტელეკომპანიაში, არც მართვის კომპანიაში და არც ამ ტელეკომპანიაში. დიდი მადლობა, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენი საზოგადოება, მედია კორპუსი, საერთაშორისო კორპუსი, ელჩები, უფლებადამცავი ორგანიზაციები არ მიცემენ უფლებას ეროსი კიწმარიშვილს და მის ბანდას ხელი შეუშალოს Maestro-ს ფუნქციონირებაში. უკაცრავად რომ ცოტა აღელვებული ვიყავ, ეს აღელვება უფრო იმიტომ იყო, რომ კიბეებზე ამოვირბენ და არა იმიტომ, რომ ვღელავ, იმიტომ რომ ჩვენი საქმე მართალია და ჩვენ გავემარჯვებთ. დიდი მადლობა.